და საგარეჯოს რაიონში მომხდარი თაღლითური შემთხვევების შესახებ პირველად გაზეთ სპექტში გამოქვეყნდა სტატია. სტიქია კახეთში კარდენახი კოლაგი ბაკურციხე ვეჯინის სიტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები დააზარალა განადგურებულია ვენახები და დატბორილია სახლების პირველი სართულები უამინდობამ პრობლემები შეუქმნა საავტომობილო გზებსაც ამ წუთებში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მადონა ბატეაშვილი იმყოფება იმ სოფლებში სადაც სტიქია მძვინვარებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება მადონა კონკრეტულად რომელ სოფელში იმყოფები ამ დროისთვის და თუ არის უკვე ცნობილი ზარალის რაოდენობა დააზარალა კარდენახი ვეჯინი კოლაგი და ბაკურციხე ეს ის სოფლებია, სადაც სტიქიამ მოსავალი 100%-ით გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტყვა, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მთლიანად გაანადგურა ვენახები, ასევე ხეხილის ბაღები, ბახჩეული და ბოსტნეული კულტურები. სიტყვასთან ერთოდა ძლიერი წვიმაც, რის გამოც დაისეტყვა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, ასევე ადიდებულმა ხევებმა ქვაღორღი გამოიტანა გზებზე და რამოდენიმე საათის განმავლობაში თბილისი გურჯაანის ცენტრალური მაგისტრალზე შეჩერებული იყო მოძრაობა. ამ დროისთვის უკვე იმყოფება ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები, ასევე რაიონის ხელმძღვანელობა მობილიზებული არის სპეცტექნიკა და ხდება გზის გაწმენდა, თუმცა ამ დროისთვისაც შეფერხებული არის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმოსვლა, ასევე მოშლილი არის ინფრასტრუქტურა, როგორც რაიონის ხელმძღვანელობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შიდა გზები არის დაზიანებული, ასევე არ მიეწოდება რამოდენიმე სოფელს ელექტროენერგია და ძლიერმა წვიმამ დააზიანა ასევე გაზგაყვანილობა, რის გამოც ორ სოფელს არ მიეწოდება ამ დროისთვის ბუნებრივი აირი. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადგილობრივების კომენტარები. ნახლა საათზე მეტი ფოკუს პირველი სიტყვა და წვიმა კი არა სიტყვა. იმიტომ რომ სახში ჩემთან ერთად უნდა ავიდეთ განახოდოთ იმაში მაგ ციფრული გადაღებული. აი ეგრე იქო სიტყვა, აი ეგრე. ბაღვენახები აბსოლუტურად არაფერი არ არის, რაღაც მარტი გადარჩა, რაღაც ატამი აღარ ყურდენი 100%-ია განადგურებული. სახი გადაზომიდან ყველაფერი განადგურებულია. ზიანის ვადგენთ თუ რა ფართობი არის სავარგულების, მაგრამ თვითონ სოფელში არის ფაქტიურად მთელი სოფელი. დაზიანებები არის, ინფრასტრუქტურა ფაქტიურად გზები წაღებულია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ძლიერმა წვიმამ მათი საცხოვრებელი სახლების სახურავი დააზიანა, რამოდენიმე სახლი უკვე მოინახულა რაიონის გამგებელმა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ძლიერმა სტიქიამ შინაური ფრინველიც გაანადგურა. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ სიღნაღის რაიონის სოფელი ვაქირიც დააზიანა. ამ დროისთვის სოფელ ვაქირშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი მადლობა მადონა, სტიქიის ზონიდან მადონა ბატეაშვილი საუბრობდა.